მოგესალმებით ანა, მადლობა შესაძლებლობისთვის. მე ეხლა თქვენ გერთვებით სოფელ კვირიკედან, ეს არის ქობულეთის მუნიციპალიტეტი და როცა მთავარ პრობლემაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით აჭარაში, ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ისეთი თვალსაჩინო პრობლემა ეს არის კორუფცია და ჩვენ ეხლა ვიყავით სოფელ კვირიკეში, სადაც კომპანია ამბასადორ აილენდი აფეთქებს მთას, ჭრის მთას, საიდანაც უნდა მოიპოვოს 1,5 მილიონი კუბური მეტრის წიაღისეული, საუბარია 20 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე და ამას ულიცენზიოდ აკეთებს, რადგან 25 წლის მაისში პრემიერმა ყობახიძემ სპეციალური განკარგულების საფუძველზე, ასე ვთქვათ, მისცა ამ კომპანიას ულიცენზიოდ ამ წიაღისეულის მოპოვების უფლება, რეალური ფასი იმ წიაღისეულისა, რომელიც ამბასადორმა უნდა მოიპოვოს კვირიკეში, ეს არის ანდეზიტო ბაზალტის ქვა, არის მილიონობით, ათეულობით მილიონ ლარზეა საუბარი და ამ ყველაფერში იმის გამო, რომ ყობახიძეს ეს განკარგულება დაეწერა და ლიცენზიისგან გათავისუფლებული იყო ამბასადორი, მან გადაიხადა ბიუჯეტში 365,000 ლარი, თუმცა ამის სანაცვლოდ მილიონობით ლარი გააქვს აქეთ კვირიკეს ხეობიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამბასადორ ჯგუფი ჭოროხის ხეობაში არტოვებს ინერტულ მასალას, მდინარე კინტრიშის ხეობაში და ამ დროს, როცა მაგალითად ბათუმის ნაპირსამაგრის სამუშაოებისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი და ნათქვამი იყო, რომ 2,5 მილიონი საფასურად, ასე ვთქვათ, 2,5 მილიონი ლარად უნდა მომხდარიყო გამოკვება ხელოვნური სანაპირო ზოლის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვამ შეაჩერა ეს ტენდერი და თქვა, რომ ჭოროხის ხეობაში არ არის საკმარისი ინერტული მასალა, მაგრამ რამდენიმე თვეში 300,000 კუბური მეტრი ინერტული მასალა რატომღაც ამბასადორ ჯგუფისთვის გახდა ხელმისაწვდომი ჭოროხის ხეობაში, რომელიც მოგეხსენებათ, რომ აშენებს ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ამ სამუშაოებისთვის ჭირდება ეს ყველაფერი ფაქტობრივად რეგიონში ამბასადორ ჯგუფი იქცა რაღაცნაირ თავარ მავნებელ ჯგუფად ინვესტიციების სახელით თითქოს გაანადგურა ფაქტობრივად რეგიონი, იცით რომ ბულვარში გააშენა მაღალსართულიანი შენობა კულტურული მემკვიდრეობის არეალში, ჯერ საკადასტრო შეუცვალა, შემდეგ გითხრა რომ ბულვარი თურმე არ ყოფილა, ანუ ამბასადორ ჯგუფი ბათუმელებს გვასწავლის ბულვარი სად არის და სად არ არის, ცალკე საკადასტრო მიანიჭა ბულვარის ტერიტორიაზე მიწას, ააშენა 17 სართულიანი კორპუსი, მერე კუნძულის აშენებით ფაქტობრივად წაართვა ბათუმის სპორტს განვითარების საშუალება, ადგილობრივებს, ბენზელებს, ბარცხანელებს წაართვა პლაჟზე გასასვლელი და ამ დროს ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ეს არის ინვესტიცია. ეს არ არის ინვესტიცია, ეს არის ამბასადორ ჯგუფის სასადბურე პირობებში ჩაყენება და ამ ფორმით რაღაცნაირად საკუთარი ჯიბეების გასქელება. ხო, მოგეხსენებათ, რომ ამბასადორ ჯგუფი ძალიან აქტიურად არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან. ვაჟა, თქვენ ახსენეთ კონკრეტული მაგალითი, ასევე არაერთხელ მსმენია თქვენგან და თქვენი პარტიის წარმომადგენლებისგან საუბარი კორუფციის ნიშნის შემცველ ფაქტებზე, ალბათ შესაძლოა თქვენი მონაყოლით შეიცავდეს ამგვარ ნიშანს და კითხვას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენების თემა, ეს ბაღებთან მიმართებით რამდენად კრიტიკული საკითხია. ეხლა კადრებშიც უყურებდი, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ ამგვარ ადგილას იმყოფებოდნენ თქვენი პარტიის. ჩვენ ვიყავით გონიოში დღეს შეხვედრაზე, გონიოში, ეს არის შემოერთებული ტერიტორია ქალაქის 29 ბაღი, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო რეაბილიტაცია 3 წლის წინ და ეს რეაბილიტაცია ეხლა არის გაჩერებული იმ მოტივით, რომ თურმე ეს ბაღი და ტერიტორია არის ავარიულ მდგომარეობაში და იქ არ შეიძლება რომ მოხდეს ბაღის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ უნდა გამოინახოს თურმე ალტერნატიული ფართი და ჯერ ფული დავხარჯეთ, სამუშაოები ჩავატარეთ, შემდეგ წამოგვეწია თურმე სამხარაულის დასკვნა, რომლითაც გავიგეთ, რომ ავარიული ყოფილა ბაღი და აქ აღარ უნდა იყოს თურმე ბაღი და ამ დროს ადგილობრივები საუბრობენ იმაზე, რომ აქ არის კომერციული ინტერესი, ეს ტერიტორია უნდა ვიღაცას იმისთვის, რომ სასტუმრო ააშენოს და თურმე სამხარაულის დასკვნა ვიღაცას წამოეწია, რა თქმა უნდა, კითხვები არის. ასევე ქალაქში ანა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ბაღები. ბათუმში ზოგადად არ არის ბაგაბაღები, არც ერთი ბაგაბაღი ქალაქში არ არის, არის 38 ბაღი არის
და აქედან მე-13 12 ბაღი ფაქტობრივად უკვე რეგისტრაციის პროცესი არის დაწყებული და მშობლებს ბავშვებთან ერთად 12 ბაღი სისტემაში არ უჩანთ. ანუ 12 ბაღში მიღება არის გაშეჩერებული ამ პერიოდში, რამდენიმეს უკეთდება რეაბილიტაცია, მათ შორის გონიოს ბაღშიც, 29 ბაღშიც სიცოცხლის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ წლებია ეს რეაბილიტაციები გრძელდება, მაშინ როცა ორბი პარალელურ ქუჩაზე ახერხებს 40 სართულიანი კორპუსის დასრულებას 2 წელიწადში, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის ვერ ახერხებს იმას, რომ 2 სართულიანი ბაღი ბოლომდე მიიყვანოს, მათ შორის რეაბილიტაცია მოახდინოს. მაგალითად 34 ბაღი ბენზეში 2018 წელს მერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიშვაძემ დიდი ზარზეიმით გახსნეს ახალი შენობაა, რომელიც აშენდა, თითქოს ულტრათანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს, ყველანაირი სტანდარტი შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა 23 წელს ეს ბაღი დაიკეტა და მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ არის ავარიული. მაშინ როცა მთელი ბათუმი ფაქტობრივად ცხოვრობს ხრუშოვკებში, საბჭოთა დროინდელ სახლებში, 5 წლის წინ აშენებული ულტრათანამედროვე ბაღი გახდა ავარიული. და ჩვენ როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, ზუსტად ამას ვამბობთ, რომ 5 წელში რანაირად გახდა თანამედროვე ბაღი დასანგრევი, რანაირად გახდა ავარიული. ამაზე პასუხები არ არსებობს. მიდის გადაბრალებები, თითქოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თითქოს ბათუმის მერია, თუმცა შედეგი არის ის, რომ 12 ბაღი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი დღესდღეობით. კი ბატონო და ვაჟა ბოლოს ჩვენ დავიწყებ პრინციპში მთელი ჩვენი საუბარი მოქალაქეების საჭიროებებზე არის და ამ ხრივ რეალურად რა არის აი ამის ეფექტურად გადაჭრის გზა. მხილება, ვთქვათ, ხელისუფლების მათთვის მითითება, კრიტიკა, თუ აი როგორ უყურებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ადგილობრივ დონეზეც მიდის ხო მუშაობა ადგილობრივ ორგანოებში და ალბათ რაღაც ყოველდღიური თემები არის სამსჯელოდ. თუმცა რა არის რეაქცია, რასაც თქვენ იღებთ ადგილზე ხელისუფლებების მხრიდან? ჩვენ ახლა მაგალითად გონიოში როცა ვიყავით, საკმაოდ კრიტიკული დაგვხვდა მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციის მისამართით და ბუნებრივია, რომ ეს კრიტიკა არსებობს, თუმცა ჩვენ ძალიან სწორი გზები შევთავაზეთ მათ. აქ მთავარი არის მათი ჩართულობა. მაგალითად, ჩვენ გონიოს მოსახლეობამ გვითხრა, რომ ისინი ყველაფრის ფასად დაიცავენ იმ ბაღს და მათ არ სურთ, რომ რაღაცნაირად ეს ბაღი გაიყიდოს და იქ რაღაცა კომერციული ინტერესი ჩაიდოს, იმიტომ რომ ეს კომერციული ინტერესი იქნება ისევ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანის და ამ დროს ადგილობრივები რაღაცა კილომეტრების გავლა იქნება საჭირო, რომ ბაღში მიიყვანონ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც პრობლემა აწუხებს და ეს პრობლემები არის უამრავი, არის ძალიან ხელშესახები და მარტივად დანახვადი. განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის ბათუმში, უნდა ვისაუბროთ მოქალაქეებთან ერთად ამაზე ხმამაღლა, ჩვენ რაც შეგვიძლია ოპოზიციას, მათ შორის იმ ნაწილს, ვინც სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ვართ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ თემების აქტუალიზაცია და შედეგი არის დამოკიდებული ერთად მუშაობაზე. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ეს ასე ვთქვათ, ამ ფორმით მუშაობა, მათ შორის კონკრეტულად გონიოს საკითხზე ვაპირებთ, რომ ადგილობრივებთან ერთად ძალიან აქტიურად ვიყოთ ამ ბაღის დაცვაში რეალურად ჩართული და ეს არის გზა, ეს არის გამოსავალი, რომ ყველა პრობლემაზე მოხდეს ხელისუფლების მხილება, მოხდეს იმ კორუფციული გზების ჩვენება მოქალაქეების და შემდეგ მათთან ერთად ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის მართლა მავნებლური პოლიტიკა, რომელიც რეგიონებში ქართული ოცნების ხელით ხდება, რაღაცნაირად შეწყდეს, დაუყდეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ის ზარალი, რაზეც ახლა მაგალითად მე ამბასადორის მაგალითზე გესაუბრეთ, იმიტომ რომ რეგიონისთვის რაღაცნაირად ძალიან დიდი პრობლემა გახდა ეს კომპანია, რომელმაც მთები ააფეთქა, მდინარეების კალაპოტები მოსპო და ამ დროს ადგილობრივების ინტერესი ამ დროს არანაირად გათვალისწინებული არ არის. დიდი მადლობა.